მშვიდობა ძმებო და დებო. ერთი სამხიარულო ამბავი მინდა გითხრათ. ერთ სამხიარულო ამბავს გეტყვით. ანდაზე. ერთი სამხიარულო ამბავი მინდა მოგიყვეთ. ძმებო და დებო. მეგობრებო. მაბადიეთ, არც არტისტი ვარ, არც კლოუნი, მაგრამ ერთი აზრი მინდოდა აქ ჩამედო, რომ თქვენ მაინც გენახათ ცოტა. უკაცრავად მაბადიეთ, ალბათ ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ კლოუნი გამომივიდა, მაგრამ ვიტყვი ერთ სიმართლეს. კიდევ ერთხელ უკაცრავად. მე ახლა რატომ ქენი ეს? როცა კაცს მოაქვს სამხიარულო ამბავი, მას სახეზეც ეტყობა. ხიარული არის, სამხიარულო ამბავი მოაქვს, საწყენი ამბავი მოაქვს. მოკლედ რა გითხრათ, დავუშვათ და ვიღაცას მოაქვს სამხიარულო ამბავი. აი მაგალითად ქორწილია ვიღაცა, შენ ნათესავის ქორწილია. შენი ნათესავი ვიღაცა კათხოვდა, ან ცოლი მოიყვანა და ხო ის ძველად რო იყვნენ. ახლა არა ის რომ, მაგრამ ძველად იყვნენ რომ დადიოდნენ და წერილები დაქონდათ. ისა დასაპატიჟებელი ისინი ფურცლები, აი თქვენ დაპატიჟებული ხართ ამ და ამ პიროვნების ქორწილში და ხანი ოჯახი და ასე შემდეგ. და ხედავ რომ მოდის ვიღაცა კაცი. შავებში ჩასმული, შავი საროჩქა, შავა კოსტუმი, ანდას ქალი მოყვება მას კიდე გვერდით, შავებში ჩასმული და ეძებენ შენ სახლს, კითხულობენ სამეზობლოში. ხარ ვიცით ეს პიროვნება საცხოვრებს. და ასე ხელით აკეთებენ შენსკენ. ეგრე იქ ცხოვრობს. და ამას რომ ნახავ, შენ შედაცუდად გახდე. მიხვდები რომ რაღაც ცუდი ამბავი მოაქვთ. ანდა რომ მოვიდა ის, რომ მოვა ის კაცი და მოგიახლოვდება. და ასე გეუბნება. თქვენთან წერილი მაქვს თქვენთვის გადასაცემი. ჩამოტირას თქვენ უნდა გადმოგცეთ წერილი გამგზავნეს თქვენთან. ატირდება. სახეზე ატყია რომ რაღაც უბედურება მოიტანა. და გაკავებს ხელში იმას ქორწილის ბარათს. და როცა მოხვალ აზე რომ ეს სამწუხარო არ არის და სამხიარულო, შეიძლება სიხარულის გამო იმ კაცას ამე უკნა უბწყინა და გაუწყე და ხუმრობით დაუჯიკავ რა არის შეაშინებულო კინაღა გული გამიხეთქე აქ როგორ არა ქემაინც ანდა რა ჩასმული ხარ კაცო შავებში რა მომიკვდა მეგონა კინაღამ გასკდა ეს გული ხოდა ანდა პირიქით რამე ცუდი ამბავია და ჩასმული ხარ იმასავით ცისარტყელას ფერები გაცვია წითელი, თეთრი, ყვითელი, მხიარული ფერები და გააღიმებული მოდიხარ და კითხულობს საცხოვრობს ეს კაცი და ასე კიკაბიძესავით კბილები გაქვს გადმოკრილი აქეთ თეთრი კბილები იცინი მერე კიდევ ზესანათებს ასე სვერკად შენი კბილები ჩემი კბილებია რა ალბათ შენი კბილები და მოდის და გეუბნება თქვენ უნდა გადმოგცეთ გადამცეს თქვენთვის რაღაც ფურცელი და გაკარებს ვიღაცის გარდაცვალებას. მოგლავ იმ კაცს გინდა. ისიც რა არის? რა მინდოდა ამით რა გამეკეთებინა რომ ხალისკა ფიქრობ კაცო. ზოგიერთ ქადაგებლებზე.
ისე ლაპარაკობს თითქოს რაღაც უბედური ამბავი მოაქვთ. არადა იესომ დაგვიგორა კაცო იხავითო მახარებლები. რატომ ქვია ევანგელისტებს ქართულად ქვია მახარებლები. მახარებლები დააყენაო. ის კაცი გახარებს სასიხარულო ამბავი მოაქვს შენთვის. გადარჩენის ამბავი. არ ვიცი, მაგრამ რა იცი, მე მგონი რასა კოკაში დგას ის გადმოიღრება თუ როგორ არის? ხედავ რომ სკოლაში ზარსავდია კარგად. ხო და რას კოკაში არის ის გადმოიღრება. იესოზე ლაპარაკობ, მანდეზე ლაპარაკობ, გადარჩენაზე ლაპარაკობ. რა არის ცოტა მაინც გაიღიმე მაინც ისე თუ არ გეღიმება მაინც ცოტა რაღაც ვითომ გეღიმებასავით მაინც გააკეთე. ეს სასიხარულო ამბავი არის. საერთოდ სახარება მე არ ვიცი მოღუშულად როგორ უნდა წაიგო. თუ აღარ სამხილებელი ამბავი არის და თუ ცოდვა არის და თუ ვიღაც დასასჯელია და შენიშნაზე ასაყვანია და დასაროზგია, მაშინ შესაფერისი სახეს სჭირდება მას. ბავშვები უყურებენ მშობლებს, ასე. რამეს უკატეხავენ ან დააშავებენ, ვავა დედა რა სიტყვის როგორ მიყურებს დედა, როგორ მიყურებს მამა. ხოდა ისი საჭირო არის, მაგრამ თუ მახარებელს მოლაპარაკეს ისება მაგალითად მე რო ვიყო ურწმუნო მაგალითად გამოვიდა ვიღაც მოურშული გულმოსული ასე მიმდღირის იმასავით გაზა მევალესავით ის გოზა რაღაც მქონდეს მისაწემი ისე მე ისე რას ვიტყვი არ მინდა ბიზია შენი არაფერი მე ჩემი პრობლემები მეყოფა კიდე შენი კი არა მე ვხედავ შენ რა უბედური ხარ შენ არა ხარ ბედნიერი შენ რაღაც გატანჯული სახე გაქვს გაწამებული სახე გაქვს მე მგონი მე შენზე უკეთესად მაქვს საქმე ასე რომ დავაი შენი რელიგიით და შენი წმენით შუროიაცუდა არ მინდა შენგან არაფერი ეხლა რას ვქენი იქ მე წმებოდა დებო სამხიარო ამბავი მაქვს თქვენთვის წმებოდა დებო ერთი რაღაცა უნდა გახაროთ რა არის ეს თუ მაგარებ გაიცინე რამე სახეს უნდა გეტყობოდეს რომ სასიხარულო ამბავი მოგარს არის ხო და ასე რომ თქვენს ზეოდადება როცა ვინმეს კი სპეციალურად კი არ დაიყენოთ გასო სახე თუ თქვენ გულში სიხარულს გრძნობთ მშვიდობას სიხარულს ეს ხალხი ისედაც პრობლემებში ზის და როცა შენ კიდე მოყვა შენი პრობლემით შენი გატანჯული სახით გაწამებული წარბები აწეული და ასე ინტოკასავით დაყენებული წარბებით ვის უნდა ხარ შენ ის კაცი ეძებს სიმშვიდეს სიმშვიდე არ აქვს სიხარული არ აქვს ეძებს რაღაც სინათლეს თავისი სიბნელე ყოფა კიდე შენი სიბნელე კი არა ასე რომ თუ სამხიარულო ამბავი მიგვაქვს ეს სახესეს გვიტყობა კაც კილოზეს ხმაზეს აი მაგალითად ხო კითხულობ სახარებას ან ფილმი გინახიათ ახლა ვინ სახარებას არ კითხულობთ ამდე წარმოგიდგენთ ამისანა რაღაცა იესო როცა ელაპარაკებოდა ცოდვილებს და ამისანა სიტყვები გამოდის იესოს ბაგებიდან ციტირებოს აკეთებ კითხავს მოდი ჩვენთან ტვირთმძიმენო და მარშალ და მე დაგამშვიდებ ხო კითხულობას ასე ეტყოდა იესო მაგალითად მოდი ჩვენთან ტვირთმძიმენო და მარშალო მე თქვენ დაგამშვიდებ როგორ საჭიროა ისე ასე ეტყოდა მოდი
ტვირთმძიმენო და მაშვალნო გრეშნიკი. იესოს ამ სიტყვებში მე ყოველთვის გრძნობ, ხედავ, მესმის, რომ ის ლაპარაკობს სიყვარულით. და როცა იგი სიყვარულით ლაპარაკობდა, მისი სახეც განწყობილი იქნებოდა აი ამ სიტყვებთან შეკავშირებით. მის სახეზედაც იქნებოდა დატყობილი, რომ ის ალერსით, სიყვარულით ეუბნებოდა ხალხს. ცოდით, მოდით ჩემთან, ტვირთმძიმენო მაშვალ, გიშინიათ. მე დაგამშვიდებთ, მოდით, მე გამკურნავთ, მე ვარ სიმშვიდე. მე რო ლაპარაკობ ის არის არაფერი. იესოს ამ ხმას ვინც გაიგონებდა, ისე სიცოცხლე შემოვიდოდა, სიბნელეში რომ შემოფეთხავს სინათლე, აი ასე იგრძნობდნენ ცოდვილები. ანდა მეორე მომენტი. იესო რო დგას და ეუბნება მღვდელმთავრებს, მღვდლებს, შავოსნებს ეუბნება, ფარისევლებს, ამ თავმკომბალებს. ხო, იქ ლაპარაკია, ვაი თქვენ, წიგნობარნი და ფარისეველნო. ვაი თქვენ, 7 ვაი ხო აი, ვაი თქვენ. როგორ იტყოდა იესო? პროსტ დაფიქრდი შენით. ასე იტყოდა? ვაი თქვენ. ისა წიგნობრებო და ფარისეველო რა აკიდებთ ხალხს ამ საწყლებს. ვაი თქვენ. არა, ასე არ იქნებოდა. ანდა ასე იტყოდა? პრევედ გამარჯობა, როგორ ახალ? ვაი თქვენ პატრონს, უბედურს, ვაი თქვენ. ასე იტყოდა? არა. იესო იქ მართლა ასე გააკეთებდა და ეტყოდა მართლა. ეტყოდა ასე, მის სახეზე, მისი სიტყვები ანარევს აკეთებს სიტყვებს, ანარევს აკეთებს სახე და ასე ეტყოდა, ვაი თქვენ, წიგნობარო და ფარისეველნო. აი რა სიტყვებიც არის, ის სახე კაცი როცა გულმოსულია, გულმოსული სახე აქვს კაცი. როცა კაცი შინაგანში სიხარული არის, სიხარული გამოდის გარეთ. ბავშვობაში არ მოხსნია სატირავს რომ მივიდიოდით სკოლიდან რაღაცა კაცი უჭკვები ვიყავით და ერთი დაიწყო და სპეციალურად ალბათ მე ყველას გვეცინებოდა ეს უზელობა იყო, მაგრამ რა იცი, იმდენ რომ სულ უკაცრავად ფეხებზე მივიდა ვიღაც არ მოგდა. ჩვენც არ გვესმოდა რა არის სიკვდილი, რა მოვიდა იმ კაცს, მე რა არის კაცი. 40 წლის იყო და 50-ზე გარდაეცვალა, დიდი ამბავი იყო. მაგრამ არ შეიძლება რომ რაც შინაგანი არის ის გარეთ არ გადმოვიდეს. იესო მხოლოდ ხენაყოფით შეიძლება. ამიტომ ქადაგებლები მოგიცოდებთ ესა. ანდა ვაფშე არ უხადაგო იმ კაცს თუ გულმოსული ხარ რაღაცაზე, თუ რაღაცაზე გაბრაზებული ხარ, თუ შენში სიხარული არ არის. რა უნდა მოვალეობას ხო არ იხდი კაცი? იმას ის ხო არ ახარ? იეhovას მოსწვევი რომ იწერენ ამდენი საათი იქადაგიან და იწერენ ბოლოგნატში. და მე მიუტანენ იქ თავიანთი მათ. ხედავთავებს. ხო აქ აჩუტებს ხო არ იწერში? უბრალოდ იესო ხო თქვა იყავით სინათლე. ლამპარი იყავით სინათლე. და როცა ჩვენ არასწორი გულით, ემოციებით მოვდივართ, ეს ვაბნელებთ. ზეს ხრუბლებს უკეთებ და ხრუბლიან ამის არ ხრუბლიანი ამის ესეზე ყოფა კაცს. ზე გავანათოთ. სინათლე მივცეთ. იმედის ნაპერწკალი აუნთოს, ციხა მივცეთ სულიწმინდას თავისუფლება, რომ ნახოს იმ კაცმა, რომ შენში რაღაც ის არის საინტერესო, გიხარია. მაგრამ შენ თუ არ გიხარია, სხვას როგორ გახარებას? ამიტომ მახარებელი თვითონ უნდა იყოს გახარებული. და მახარებელი თუ ტირის და გლოვობს და
გულმოსულია და წყარბები იმასავით აქვს დამბაჩასავით ისა დაყენებული არასწორი ეს ერთი და ვინც ის სახეშიც არ ხედავს სიხარულს დრო არ დაკარგო არ ჩემზე არც ვიღაცაზე შეიძლება მე გულმოსული ან შეწუხებული რომ დავიწყარ ლაპარაკი დასკროლი იქით არ მისმინო იმიტომ რომ ბევრ რამეს ვერ შეიძლება და თუ სამხილებელია თუ სერიოზული საკითხია სალაპარაკო მაშინ სახეს უნდა იყოს სერიოზული თუ სამხიარო ამბავია სამხიაროც თუ სამწუხაროა სამწუხაროც კიდევ ერთს გეტყოდით ძმებოდადებო აი მაგალითად უკვე ясно ჩანს ინტერნეტში რომ დაჟე ვიღაცები მაგრად იყენებენ თქვენს რწმენას თქვენს დამოკიდებულებას ღმერთთან უყურე რა მოიგონეს შეიძლება ბიბლიური ადგილი თქვან იესოს შენ უყვარხარ იესო ასე გააკეთებს შენზე და თუ გჯერა დამიწერე ამინი ეს ისი ვინ აკეთებს ამას ვისაც ნერწყვი მოდის ამინზე ფული ბაბა ფული ვინც ლაიქებს და ამინს ეძებს არ მისე ამინი და ლაიქი იცი რა არის ამინი გახსოვთ იოანემ რო თქვა ვინც მას მიესალმება მის საქმეთა მოზიარია ლაიქი რა არის რა ლაიქი დაგირწყია და რა ამინი შენ ერთხა ესე იგი ეუბნები მაგარი ყოჩა გეთანხმები იმ ამინ ეს სულიერი რაღაცა სანამ ლაიქს გააკეთებ შენ თავს უთხარი თანახმა ვარ მე ამ რაღაცაზე რასაც ეს კაცი ლაპარაკობს ეს არის სახარებისეული ბიბლიური ქრისტეს მოსღრებას ეთანხმება ეს თუნდაც ეთანხმებოდეს არიან ხალხი რომლებიც სპეციალურად რაღაც ვიდეოებს სურათებს მე ქმნიან რაღაც იესო მიდის მოდის რაღაცებს აკეთებს დაოსტატნენ რელიგიურ თემაზე ლაპარაკობენ და მე ბოლოს არის თუ თანახმა ხარ დაწერე ამინი ისი რა არის ვიღაცა ზის და იმისანა რაღაცებს აკეთებს კიდევაც იუმორსაც აკეთებს კიდევაც პოლიტიკასაც ჩადებს კიდევაც რელიგიური კლიენტებიც ყავს მას იციან რომ ხალხი არიან ჯგუფი ადამიანების კატეგორია რომელსაც ღმერთი სწამთ და ღვთისმოსავი არიან და ყველაფერზე ამინ სიტყვია იმ კაცს შენი ამინი უნდა უკასავა და ფეხებზე კიდია იმას შენ გწამს არ გწამს შენ ღვთისმოსავი ხარ შენ ოჯახში მართლა შევას მშვიდობა თუ სიხარული ეს სულ არ ადარდებს იმას და მე საერთოდ იცი როგორ ვარ იქ ინტერნეტში ვინც იტყვის ლაპარაკობს კარგს ლაპარაკობს ზოგიერთი ბლოგერიც და დაჭერა მინდა მეთქი ხო ამ დაამთავრებს და მივცემ ახლა ამას ლაიქს ამ გულს მეთქი და ლაპარაკობს გამიკეთი ამინი ითხოვს ფული ბა შევაჩერე ხო არა რატომ ითხოვ შენ ამ ამინის გულისთვის წერ შენ ამას შენ ლაიქის გულისთვის აკეთებ ამის რა ჩაწერას თუ ჩემი სულიერი გაზდა გაინტერესებს ჩემი კურთხევა გაინტერესებს ხო თქვა იესომ უსასყიდლოდ მიიღეთ უსასყიდლოდ გაეცით თუ უსასყიდლოდ მიიღეთ რატომ თხოვ შენ მე ამინს და ლაიქს გინდა დაანები კაცოთან ვისაც უნდა ვისაც შენი ვიდეო ჩაწერა მოეწონება ის აუცილებლად მოგცემს ნუ გეშინია რომს უთხრა არ გამიკეთებ ლაიქები გაიგეთებენ იმიტომ რომ იმას სულ არ ადარდებს შენი თხოვნა
მოეწონა და დაგირტყამს გულს, დაგირტყამს ამინს, დაგირტყამს ლაიქს. რატომ ითხოვთ? მე ამის ანების არ მჯერა. ვინც შენიშნა ამინი უყვარს, მე იმის იმ ვიდეოს გავდივარ. ვიცი რომ იმას ჩემგან ამინი უნდა, ლაიქი უნდა და გული უნდა. ამიტომ მეტი საქმეს არ მაქვს იმაზე თუ დავკარგო. აი ასე. ჯერ ერთი ის თქვენი ის არ არის, კეთილმოშურნე და არ ნერვიულობს ის შენ სულიერობაზე. მას შენი რაღაცა უნდა. ხო და მეორე ფრთხილად იყავით. ყველაფერზე ლაიქს უნდა გააკეთებთ. ლაიქი ეს ამინია. და რასაც ამინს ამბობ, შენ სულიერ სამყაროში იქ რაღაცას ხელი მოაწერე. და ხო ისიც, როცა დოკუმენტს, როცა კარგად რო არ შეამოწმებ ისე რომ მოაწერ ხელს, რა დაგემართება. აქ მოაწერეთ ხელი გეუბნებიან აქა და იმდენია გეზარება კითხა და ხო ჯერა კაცო ჩემი ვარ მოგატყვილი ჩემი მეგობარი ვარ ძმა საქმეს ვაკეთებთ ერთად შენ მოაწერ ხელს და ცოტა ხანში შენი ბიზნესი ფაფო წავიდა წაგართვეს სახლი წაგართვეს მანქანა დაკარგე ფული რატომ იმიტომ რომ არ წაიკითხე კარგად და ხელი მოაწერე და ვერაკოცას ვერ იზამ გიწყის მოსამართლე თქვენი ხელმოწერა ვერაკოს ვერ გიშველით კარგად ბრძანდებოდეთ დაარტყამ ჩაქვიჭი და ბაი ბაი აი ასე ამინი ეს და ლაიქი ეს ამინივითაა ამინსას უფრთხილდით სანამ ამინ სიტყვი კარგად შეამოწმე არჯერ გაზომი ერთხელ გაჭერი კარგით რა მინდოდა ხომ მეთქვა რაღაცა მინდოდა მეთქვა მაგრამ ფიქრობ რომ ეს არის ნახევარ საათიანი მაინც იქნება და მომავალ ალბათ ხვალ ვიტყვი მაინც ვიტყვი რა ზედა ლაპარაკებ თუ ღმერთის მადლით ვიცოცხლე ნაჯეიოს იმედი მაქვს გავიღვიძებ ჯანმრთელად იქნება იმის საშუალება დროც გულიც მექნება ის კი არა მე უნდა ჩავწერო მე როცა მოვდივარ მე სიხარულით მოვდივარ ხო და თუ ღმერთის ნება იქნება და ასე იმედი მაქვს ნახოთ როგორც იქნება ლაპარაკი მინდა რწმენით გამართლებაზე როგორ ხდება რწმენით გამართლება ბიბლიურ იმას მოვიყვანთ ადგილებს და გადავხედოთ ჯანმრთელი სახარებისეული თვალებით მე მარტო ჩემს ლაპარაკობ მე კიდევ მყავს ყავდა და მყავს კიდევაც მასწავლებლები ყველაზე პირველი მასწავლებელი არის ჩვენი სულიწმინდა და სახარება და იმ ხალხისგან ვიცი კიდევ რომლებიც ქრისტეს სხეულში იყვნენ აღიარებულნი ბიბლიის მასწავლებლად ამიტომ კიდევ ერთ გეტყვით სახარებაში წერია პავლე მოციქული ამბობს то есть სულიწმინდა ამბობს პავლეს ბაგეებით სულიწმინდაზე ამბობს მან დააყენაო ერთნი მოციქულებად წინასწარმეტყველებად მახარებლებად მაგინაფლებად კი არა მაგინაფა ხო შეშმურე მაგინაფა მოურსია მაგინაფა ესე იგი ცუდის მონტანია ცუდი ამბის მონტანს ქვია მეგრულად მაგინაფა მაგინებელი კი არა გასა მეგრულად სხვანაირად აი სიკვდილის ამბავი რომ მოაქვს უბედურების ამბავი იქ არ წერია ცუდის ამბა იქ წერია მახარებლები და მახარებელს 100% თვითონ უნდა იყოს ჯერ გახარებული ხალხო სამხიარო ამბავი მომაქვს ამუნისტია თქვენ იცით რა სიტყვა ამუნისტია ციხეში ზონებში პატიმრებში ვიცი მე ეს ამბავი ეს არის რაღაც ტრიუმფალური ნოვოსტი ამბავი ამუნისტია ეს ნიშნავს თავისუფლება всё უნდა ყოფილიყავი კიდო ციხეში 7-8 წელი 10 წელი და რას და
რაღაცა დაემართათ, რაღაც გააკეთეს პოლიტიკაში მოხდა რაღაცა და ამნისტია გამოუშვეს. და წარმოიდგინე პატიმარმა რომელმაც პირველად გაიგო რომ თურმე ამნისტია გამოვიდა და შერბის ზონაში ციხეში რაღაც პატიმრებთან და როგორ იტყვის ეს პატიმარი როგორ ახარებს სხვა პატიმრებს ამნისტიას თქვენ წარმოგიდგენიათ? იდეომ ისის პატიმარია მან გაიგო რომ всё თავისუფლება ეხლა მოკიდებს ავიჩ იმას ბარხანას ვეშმეშოქს და გავარდება პროკასავიდან ზონიდან ციხიდან გარეთ და სასიხარულო ამბავი მოაქვს მითხარი როგორ იტყოდა როგორი ტონით როგორი ხმით როგორი სახით ეს რომელმაც პირველ პატიმარმა გაიგო სხვა პატიმრებს როგორ ახარებდა მითხარი ასე ლებო ახალი ამბავი მაქვს ამონისე გამოვიდა არ ყვირილით შეიძლება გინება დაიწყოს რაღაცები დაიწყოს დედოცმებო ამნისტია დავე ბიჭებო გავიქცეთ всё თავისუფლები ვართ სახეზე ალბათ თვალები ურწყინავს იმკას შეიძლება ვიღაცა ატირდეს სიხარულის გამო ამნისტიას ახარებს ის კაცი და შენ ამნისტიას კი არა შენ გადარჩენის מחარებელი ხარ და იმას გეყარ კაცო რაღაცა თუმცემეს არა מחარებლის სახე უნდა ქონდეს ისიც გამინდოდა מחარებლებიო მერე მწყემსები ხუცესები როგორც გინდეს დაუძახე და მერე წერია მასწავლებლები არის ეკლესიაში ქრისტეს სხეულში ხო ქრისტეს სხეული ხო ეკლესია დიდი ეკლესია რომელიც შედგება პატარ-პატარა ადგილობრივი ეკლესიებისაგან და სულიწმინდამ დააყენაო მასწავლებლები აი ვინ სულიწმინდამ დააყენა მასწავლებლად იმას როცა უსმენ კარგადაა შენი საქმე მაგრამ დღესაც ხედავ ჯოჯოხეთია ინტერნეტში რო უყურებ რა და რას ბურდღუნობენ რა და ბურდღუნობენ კი არა მარტო ბურდღუნი რო იყოს რა გვიჭირს სისინებენ გველი რო სისინებს კბენის წინ სისინი მიდის რა და რასა რო ასწავლიან მე თქვი საერთოდ არა და ბიბლია უგებ იმას ხელში იესო ღმერთი არ არის ის კაცი არის რაღაცები სულიწმინდა პიროვნება არ არის და რა იმისანა ჯოჯოხეთურ სწავლებებს და არა და ეკლესია ყავს ხალხი ყავს ასწავლებლად თვლითავს იმისანაც რომ მოусმენ ისევ დაგემართება საერთოდ ხო წმენა მოდის სმენისაგან ხო და რასაც ისმენ იმას იჯერებ და მერე всё ასული ხარხელიდან ამიტომ ფრთხილად ვიყოთ აჟერგალ ყველანი პავლემ თქვა პავლემ უყურე რა კარგი რაღაცა დატოვა იქ თუნდაც ჩვენო მეცო ბარნაბას და მოციქულების მეორეჯერ რომ მოვიდეთო ჩვენს და არა ისე ვილაპარაკოთო როგორც წინად გელაპარაკეთ შტრინგეთ პაყურე და გაგვიდეთო უკან არ დაგვიჯეროთო და ჩვენ კი არაო ანგელოზის რომ მოვიდესო და გელაპარაკოთო არა ისე რა სახარებაში წერია და იქ შეაჩვენა ხო იცით ანათემა ასე რომ ხილად იყავის მეგობრებო ყველას ყურები არ ათხოვოდგას ჯერ გაიგითხე გამოიგითხე ვინ ანდაქი გადახედე რას მე როცა მაგალითად დამაინტერესა რომელზე მქადაგებელი ერთი რაღაც აზრს ლაპარაკობს კარს მომეწონა შევდივარ მის გვერდზე და პირველად რაც მაინტერესებს როგორ უყურებს ეს იესოს როგორ უყურებს ეს ღმერთს მამას ეს სულიწმინდა როგორ უყურებს ეს სულიწმინდას სულიწმინდა ვინაა ამისათვის როგორ უყურებს ეს სულიწმინდის ნიჭებს მე ქრისტეს მოძღვრებას უცბად ვამოწვევ ამ კაცს ამ ქადაგებას რომელმაც პირველი ქადაგება იქადაგა და მომეწონა ოხ რა კარგია აზრები თქო რა კარგია იქადაგა ერთი თემა და მაგრამ მე შევდივარ და მის გვერდზე და ვკითხულობ რა ქადაგებები აქვს ამას და ზოგიერთის გვერდზე იმისთანა ჯოჯოხეთურ სწავლებებს ხვდებოდი რომ ვიჯექი და ფიქრობდი კი მაგრამ ასეთი ჯოჯოხეთური სწავლებები რო აქვს ამ კაცს
ეს როგორ მოიფიქრა და როგორ თქვა ეს კარგი ხადაგება. დაუჭერთ ის, გავაგდებ ჩემი გვერდიდან, ლაბარაკობ, არ მინდეხარ უგუნითი უგუნისანდ. პაშალ უხარ დიდე ვონ. ასე რომ თხილად ვიყოთ. და ყოველთვის ვეცადოთ. ამიტომ იცით რა არის? ის არ ტყუდება, ვინც ყოველთვის ამას კითხულობს. როცა შენ ამას სახარებას შენ ხშირად კითხულობ, იცი. და როცა ვიღაცა იტყვის რაღაც არასწორს, იქ რაღაცა გულში აგენთება. სულიწმინდა აგინთება. ასე არ თქვია იესოს, ასე არ თქვია მოციქულ პავლეს, სახარება ასე არ ამბობს, პეტრე ასე არ ამბობს, იოანე ასე არ ამბობს. ეს რაზარო ბრუნგუნებს. იცნობ უცბად. მაგრამ როცა არ იცი, ყურები ჩამოყრილი გაზა, უსმენ ზიხარ კლაპავ ამას, იწამლები. ქრისტეს მოძღვრებას მოგაშორებს ის გასი. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ. მეც და ყველა. იმიტომ რომ არავინ არა გარანტირებული რომ დაზღვეული რომ რამე არასწორი არ თქვას. ამიტომ ყოველთვის თუ პავლემ თავისი თავი დადო იქ და თქვა შემამოწმეთ წმინდა წერილის თანახმად, თუ არ ვილაპარაკე, გამაგდეთო, ვინა ვარ ჩვენ, მე ან შენ და ვინმე. ვინა ხარ შენ? თუნდაც ხელდადებული იყო, კურთხეული იყო. რა არის მე? შენ თუ არასწორად მომიტანე სახარება, იგივეს ვიტყვი, რაც პავლემ თქვა. აქ იცი რა წერია სახარებაში? პავლემ გააკეთა კონფერენცია ხუცესების. ეს იმდროინდელი ხუცესები, პავლეს ხელდადებული, პავლეს ნაკურთხი, ხელდადებული და კურთხეული ხუცესების შეკრიბა, უკვე როცა იცოდა რომ მიდიოდა და იცი რა უთხრა? წავიკითხა მაგ. და всё, მართლა გეუბნები, всё. იმ სიტყვას თუ ხვალ всё ნორმально იქნება, ხვალ იქნება თუ ზეგ, იმას ვიტყვი. იმიტომ რომ აქ უკვე ბევრი ვილაპარაკე. უყურე? შეკრიბა, აგერ. პავლემ მილეთიდან გაგზავნა ეფესოში და დაუძახა ეკლესიის უხუცესებს. აქ აზერია მწყემსები. უხუცესებს. ძველებო თუ გახსოვთ, რას ვიზახოდი ჩვენ დღევანდელ დღეს რო ქვიათ მწყემსები, ხო? რა შეიცვალა. ამის რატომ? წინათ ყოველთვის იყვნენ ხუცესები. იქ ერთ-ერთ ადგილას არის ნახსენები. პავლემ რა თქვა? მწყემსებად დააყენეო. ხო და ის აიღეს მან მწყემსები ეს მოვალეობის ისეთია ფორმა, რომელიც შეუნდა მწყემსო. მაგრამ მწყემსი ერთია იესო ქრისტე. და პავლე ეუბნება ტიტეს დააყენეო იქ უხუცესები ეკლესიაში, ყველა ეკლესიაში დააყენეო მწყემსები კი არ ქვია იქ უხუცესები. მე ახლა არავინ მწყემსმა არ დამიწყდი ქვებისრობა. რას გინდა ის გერქოს კაცო, მწყემსის იყოს, ლიდერის ხარ, ხუსესის ხარ. ხო და სიტყვაზე მოვაყოლე. გაგზავნა ეფესოში და დაუძახა ეკლესიის უხუცესებს. შეკრიბა ეს კონფერენცია გააკეთა. ეუბნება ასე. თამდაბლობით ემსახურებოდია თქვენ შორის უფალს. არაფერი გამომიტანებიაო სასარგებლო, რომელიც თქვენთვის არ მიხადაგოს. და ასე. როგორ ასაუბნება? გაუფრთხილდით თქვენს თავსა და თქვენ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურეთ დაგაყენათ სულიწმინდა. თუ სულიწმინდისაგან არ არის დაყენებული ხუცესი ან მწყემსი, ის არ არის ნამდვილი ხუცესი ან მწყემსი. იმიტომ რომ წერია სულიწმინდა დაგაყენა. რათა უმწყემსოთ ღმერთის ეკლესიას. ეს არის მოვალეობა, შენი საქმიანობა, რა უნდა გააკეთო. ის კი არა რომ გერქვას ხუცესი. ხუცესი რო ხარ შენ შობელი რა არის? მამა, მაგრამ შობელია. ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. და უყურე, ვიცი ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლინო თქვენთან ულმობელი მგლები.
ეს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაც სხვა რელიგიები დაურწმუნოებია. იმიტომ რომ მე რო აგძელებს, ესე იგი ერთ მთლიან ას დებს პავლე. ულმობელი მგლები მოვლენო თქვენთან. გადაგებლები, მასწავლებლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. დევნა რა აქ სწავლებაზე ლაპარაკობს. და მე რო ყურას ამბობს საქმის მე-20 თავის 30 მუხლი. და იმასურეთ 20 და ეს მე 10, 20, 30. ეს არის საქმეს 20-ის 30. ადერი დასამახსოვრებელი გექნება. თვით თქვენგან აღდგებიან კაცები ეუბნება ამ ხუსესებს. პავლე. ხუსესებო, თვით თქვენგან აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ ამას. რატომ? რათა მოწაფეები გაიყოლია. ძალზე. თავიანთი სექტა, კულტი შექმნა. ამიტომ თხილად იყავით. ამიტომ ხიზლად იყავით. გახსოვდეთ, რომ 3 წელიწადს ღამით და დღისით განუწყვეტლივ ცრემლით გასწავლიდით თითოეულ თქვენგანს. უბრალოდ კიდევ აწერია რა ლამაზი და რომელიც არ უყვარს ბევრს. არავისი არც ვერცხლი მომინდომია, რა სუფთა კაცი იყო პავლე. არც ოქრო, არც ტანესამოსი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს. და ყველაფერს გიჩვენებდი თქვენ, რომ ასეთი შრომით საჭიროა მხარს უჭერდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, რომელმაც თქვა, უფრო ნეტარია აძლევდე, ვიდრე იღებდე. პავლე თქვა, მე თქვენი არც ოქრო, არც ფული, არც ტანსაცმელი, არც საჭმელი არ მომდმებიაო, არ მომითხოვიაო. პირიქით, ეს ჩემი ხელები, ამით მუშაობდიო, ეს მეკარვე იყო პავლე. და აკეთებდიო ფულს, რომ ჩემთვისაც და ჩემთან მყოფებისათვის დახმარება გამეწიაო და ამით გაჩვენებდითო, რომ დარმავე ცხოვრებას არ შეიშვიოთო, ამასევრება მორწმუნეებს კი არა, ხუცესებს, ლიდერებს. და ამიტომ აპასნია დღეს. იცით რატომ? კონზე დებს შენი მარადიულობა. ძნებოდა დებო. სასწორი, ხო ის სასწორი, კონზე. ანდა კონი იცი რაც ლაპარაკობ, რა დადებსო კონზე, რომ თამაშობენ ის ყუმარბაზები, კარტებს რომ თამაშობენ და ზარი და ნარდი და კონზე დებს, ის არის თავარი, ის თამაშდება. ვიღაცა მოიგებს იმას. ანდა სასწორზე. სასწორზე ჩვენი მარადიულობა დებს, გიდებს. ამას ნუდებ ყველას. ეს შენ ხელში უნდა იყოს. 1000 ჯერ გაჭრა უნდა და ერთხელ გაზო. 1000 ჯერ გაზომა უნდა და ერთხელ გაჭრა უნდა. არ უნდა ირისკო. იცით რატომ ჩემო ძვირფასებო, ჩემო ძმებო, დებო და ახლობლებო, ნაცნობებო? იმიტომ რომ აქ წერია, იოანე მოციქული ამბობს, ვისაც ქრისტეს მოძღვრება არ აქვს, მას ღმერთი არ ყავს. ფაფუ. რა თავარი ყოფილა სწორი მოძღვრება. ამიტომ ეშმაკი არა სულელი და არ გეტყვეს. კრიშნა და ბუდას და იმას არ მოგიტანს იმაშენ იმას. სხვა რელიგიას. ეშმაკი ბზენია. ჭუaks იმას ბევრი ქრისტიანზე უფრო მეტი. ხო და იმ ქრისტიანზე რომელიც არ უსმენს ქრისტეს მოძღვრებას და სულიწმინდას. ის მოდის და ხებულობს სინათლის ანგელოზის სახეს. იესოსას იტყვის. წაიკითხავს, რაღაცებს გაჩვენებს იქით აქეთ. აურებს თვითონ კარტს. და შენ გონი არის ეგ ჩაგიწყო. ხო და მოგატყუილებს. ამიტომ შენ თუ არ ისწავლე, შენ თუ არ ჩაუჯექი, არ გამოიკვლიე, რაზე უნდა ირისკო? შენ არ რისკულობ რაღაცა, მანქანა წააგე, ფული წააგე. ერთი თვითონაც შენ მარადიულობას კარგავ. რაზე უნდა არ ირისკოთ, არ ვირისკოთ. ამიტომ ერთმა დამგუშინ ჩვენ ჩადო ლილიამ იესონავეს სიგნიდან თუ რომელი იყო ეს?
არ მოშორდესო ღმერთის სიტყვა შენს ბაგებს დღე და ხამ ის იკითხე ის გააკეთე დღე და ხამ მასზე იფიქრე რა თქვა დავითი რას ამბობს ფსალმოში ეტარია კაცი რომელიც არ მიზეს უღმრთოთა რჩევას ცოდვათა გზას არ ადგას და არ ზის ალყიათა წრეში არამედ აკეთებს რაღაცას რას ღმერთის ჯულშია ჯული რა სიტყვა ღმერთის სიტყვისადმი არის მისი მისწრაფება და მის სიტყვაზე ფიქრობს იგი დღე და ხამ და ამისანა კაცი იქნებაო ნაყოფიერი და კურთხეული ასე რომ შენ თუ არ შეერიე და არ გამოიკვლიე ყველასთვის საჭირო ის იქნები კლიენტურა ყველა დაგიწყოს ჩემთავანი ხარი დამანებეთ ყველამთან აგერმა სახარება იკითხავ და იქ მივალ სადაც ყველაზე უფრო მეტად იმ ხალხთან რომლებიც ამ სახარებისეულად ცხოვრობენ წამთ და ლაპარაკობენ და აღიარებენ ასე რომ აბანდი ლაპარაკი უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ და იცოდეთ მახარებელ საქს ღიარული სახე ხოლო უბედურებისაც ცუდი ამბის მომტანს კი მოტირალი შავებში ჩასმული და დამწუხრებული და გულმოსული და რა ვიცი მე მაგალითად ნიპრიატი სახე აქვს მაგრამ მახარებელსა ქრისტეს სიტყვებს ხადაგებას ყოველთვის სადღაც მაინც ულიფკა მაინც უნდა სადღაც ეტყობოდეს უნდა სადღაც ასე რომ ცოდვა ეს ხალხი აჩვენე რომ შენში არის ის გამოანთავისუფლის სულიწმინდა გამოანთავისუფლის ის ინფორმაცია რომელიც გაქვს კაცო თუ შენ მართლა გჯერა რომ ამონისტია არის გაიხარე და ეს ამონისტია ახარე იმ პატიმრებს ვინც ზიან და არიციან და ვინც ირწმუნა ამონისტია იმას სახეზე ეტყობა ხმაზე ეტყობა ემოცი შეიძლება ახტეს დაახტეს ბურთივით ასე კივილი დაიწყოს ქალივით კაცმა ამონისტია მაგარი ამონისტია თუ არ გაგიცდიათ არიცით ასე რომ გისურვებთ კურთხევას მათ წყალობას სიხარულს სულიწმინდის ნუგეში და სიხარული არ მოკლებოდეთ არც ერთი წუთი და არც ერთი წამი აბა წყალობით ღმერთმა ინება ხვალამდე სანსეგანდის რა ვიცოდეს იქნება უფალმა გაკურთხოთ იცოდეთ იესოს მაგრად უყვარხარ იესოს თუ ვიღაცას არ უყვარხარ თუ ვიღაც ჩვენ ადამიანები ისა ვართ ერთი წუთი გვიყვარს მე მომავსყვა არის ლაპარაკებით ან და გული ღმერთის სიყვარული არ იცვლება ეს მას ყოველთვის უყვარხარ დაეცი უყვარხარ ყოველთვის ეცდება აგაკენოს განო რა არის ნუგეში მცემელი გეუბნება ნუგეშინია ადექი დავა შეგიძლია ადექი ქრისტეს ესული გაგწმენს ნუგეში მცემელი ეს არის ყოველთვის ნუგეში მცემელი ამიტომ გისურვებს სულიწმინდის ნუგეშისცემას და იესო ქრისტეს გადარჩენის სიხარულს შენ შიგნით და შენს გარეთ და შენგან დაენახოს ხალხს რომ შენ მართლა რაღაც კარგი ინფორმაცია გაქვს რომელსაც ქვია სულიერი ამონისტია აბა კარგად აბა ჰე და აბა ჰო